და გავესაუბროთ ნიკოლოს ნიკაჭითანაოს. საუბარი. კი, ანუ ჩემი ხმა ისმის მან კარგად. მეტნაკლებად ახლა გადმოგილოცავ ცოტა ხანში. იმას უბრალოდ ორი სიტყვით ვიტყვი რომ შენ იყავი 26 აპრილის ჩემი პირადი გმირი, იმიტომ რომ მე ახლა დიდი გამოცდილება არ მაქვს ადვენჩერზე და გავიარე ალბათ 7-8 წრე და მაგარი დაღლილი ვიყავ და შენ დარბოდი 2 მოედანზე. მე ფიზიკურად სანახაოდაც კი ვერ მოვახერხე ჯიმხანაზე მოსვლა რომ გადამეღო კადრები და შენ კიდე აქაც რბოლობდი, იქაც რბოლობდი და ორივე გან პირველი ადგილი დაიკავე, ხო? კი. ოკეი. ოღონდ ბევრი კლასი იყო რა. იქ იყო სკუტერები, აბსოლუტი, მოყვარულებში იყო, მაგრამ მოყვარულებში არ გამოდიოდი. კაროჩე გეტყვი, სკუტერებში გამოვიდი წავაგე. მერე, მაგის მერე იყო მოყვარულები, მათ ვერ გამოდივარ. მერე იყო აბსოლუტი და აბსოლუტში უკვე ის მქონდა ნასიარულები რა, ადვენჩერი და ხელებში მართლა ძალა აღარ მქონდა, მანდაც რომ არა, გავმოვტოვე, დავისვენე და მერე გამოვიდი კრუიზერში რა. სადაც მაგის პირველი მერე. ადგილი აიღე. კრუიზერებში პირველი ადგილი დავიკავე. ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან მაგარი ივენთი იყო სხვათა შორის მომეწონა რა. ერთადერთი ეგარ მომეწონა რომ ერთ დროს დაემთხვა რაღაცეები რა. კი, მე წუწუნებდი ესე ვთქვათ ჭყალებში რომ აი როგორც ანუ მონაწილე რა ვიყავი მაგიტო თორე ხარ, მაგრამ როგორც მაყურებელი ყველაფერს ერთად ვერ ასწრებდი ნახვას, იმდანაც ბევრგან მიდიოდა აქტივობა და წუწუნებდი მაგაზე რომ აი ვერ ვასწრებ ნახვას და მე გავიაზრე რომ შენ ანუ მე ერთ იმაში მონაწილეობდი და შენ ორ კლასში მონაწილეობდი. ერთი მოედნიდან მეორეზე დარბოდი, მართლა პარალელ რეჟიმში მიდიოდა, იმიტომ რომ მახსოვს რომ ადვენჩერს რო ვიღებდი, მაგ დროს კრუიზერები იქით უკვე დადიოდნენ რა და შენ ბრიფინგზეც იყო რამოდენიმეჯერ რომ გადმოგირეკებდა, დასწრება ის იყო, ბრიფინგი და ბრიფინგზე დადიოდა, დარბოდა ვარჯიშიდან ვარჯიშზე და პირადად სააღო. ბრავო, მართლა შენ ენერგიას და ნუ პროფესიონალებზე არ მაქვს საუბარი, სხვათა შორის ჯიმხანაზე უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მაგარი კლასი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუნდაც სხვათა შორის 2 წლის წინ ნიკასთან გავიარეთ ჯიმხანის გოგოებმა გავიარეთ ჯიმხანის კურსი და რამოდენიმე წლიანი რაიდინგის მერე აი მაგ პატარა კურსმა სრულიად შემისვა ყველაფერი რა და აი ძალიან მაგარი არის და ალბათ და რამდენად რთულია თქვათ შენთვის ერთი ტიპის ბაიკიდან მეორეზე გადაწყობა. რთული არის უბრალოდ შეჩვევა უნდა რა, აი რომ გადაждები უნდა გადაეწყო რა, მანევრში მოირგო და დანარჩენი უკვე სკილი როცა გაქვს მარტივად ითვისებ რა იმ მოტოსაც, სხვასაც და ესე რა. ეხლა ადვენჩერზე მე ნაჟდომი საერთოდ არ ვიყავი რა. ეგ ადვენჩერი რითიც ვიყავი, გამოსული შეჯიბზე იყო ირაკლას, ბაიკლენდის ის ვინც არის დამფუძნებელი რა, მაგის პირადი მოტო. მაღაზიაში ყავთ გასაყიდი ეგ მოტოები და მაგ მოტო რო ნახე, მეთქი მათხოვე მეთქი, ეს მოტო შეჯიბზე გამოვალ მეთქი და თავიდან როგორ იყო, იცი რომ? მეც ნათხოვარი ბაიკით ვიყავი, უბრალოდ ჩვენ და სკილები ძალიან არა, ხო, მაგრამ მაინც მისასალმებელი ის არის რომ მონაწილეობა მივიღეთ რა. და მან დაჟე როგორ ის იყო, იცი რომ მოდი ნიკა ჯერ ჯიმხანაზე გამოდიო და მერეო შევხედოთო რა და მეთქი ტარდება ბარემ გამოვიდეთ და ნუ ირაკლიმაც უარი არ მითხრა, მათხოვა თავისი ბაიკი. ძალიან გვეჭი დამიდგენ მაგამავს. ყველა მოტო მაგათი იყო ვაფშე რა. კრუიზერიც მაგათი იყო იქ შეჯიბზე ჯიმხანაზე ის გამოვედი. ხო და რის თქმა მინდა, ანუ ეგეთი კომპანიები უნდა არსებობდნენ, ბევრნი რა, აი შენ ხო კომპანიის ბაიკით იყავი. ხო და ეგ არის მისასალმებელი. პირველ რიგში რომ კომპანია გვერდში უდგას რაიდერებს, არ აქვს მნიშვნელობა რა, მეგობარი არის ეს რაიდერი, დამსახურებული რამე აქვს თუ წერს. ხო. მთავარი ეგ არის და დასაფასებელი რომ კომპანიები გვერდში გვიდგანან და ანუ ცდილობენ რომ რაღაცნაირად ჩვენს კაროჩე ჩვენს განვითარდეთ და თვითონაც რაღაცა პოპულარობა მოიპოვონ რა ესე რომ ვთქვა თავიანთი მოტოებით და ესე ვთქვა ხელი ხელს ძალიან მაგარი ის იყო რომ იმ შეჯიბრზე იყო ძალიან მაგარი აქტივობა ადვენჩერზე რა ჯიმხანაზეც და ძალიან მაგარი ღონისძიება იყო და ეგეთი ივენთები არის ძალიან ბევრი ჩასატარებელი და ეხლა დრაგზე რო კლასი არ შედგა, აბსოლუტი კლასი არ შედგა, გოგოების კლასი არ შედგა, გრძელი 600-ის კლასი არ შედგა. ეს არის სირცხვილი პროსტა რა. თავის მოწას შეულებრივ სულ 3-ჯერ ტარდება დრაგის ჩემპიონატი წელიწადში და რავი 6 მონაწილე როგორ ვერ შედგა გრძელ ბაზაში 600-ში, სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყო ხოლმე სულ. სირცხვილია რა, ანუ ეს ნელ-ნელა ყველაფერი უკან წავა და ყველაფერი მოკვდება. მე გამოვალ, შენ გამოხვალ და ანუ ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვინც ისე სულ გამოდივართ. დაჟე ჩემი ბაიკით ვერ გამოდივარ, ანუ ვერც მოვასწარი აწყობა რა. სხვისი ბაიკი ვითხოვე და იმით გამოდივარ და ეგ არის მონდომება. მე რავი რაღაცა თავდადება იმ საქმისთვის რომელიც გიყვარს. ხო, ანუ ყავთ რა ადამიანებს ბაიკები და არ გამოდიან და რა თუნდაც ის ბაიკები მაშინ რატო ყიდულობთ ბაიკს? თუ არაფერისთვის არ იყენებ.
მარტო ის ხო არ არის რომ ვიღაცას გაეპრანჭოს და უკან მოიშვათ და აკატავოთ ანუ სოციალურ ქსელებში რომ ლამაზად გამოდის. ხო რა ეხლა მართლა მაგნიტად ნუ აღიქვათ თორე ნუ ცუდად სრულდება რა უმეტეს შემთხვევაში და ივარჯიშეთ განვითარდით და ესეთ ღონისძიებებში მიიღეთ მონაწილეობა რა ბოლოს ბაიკით ქალაქში როს ვიკატავი მართლა არ მახსოვს დედასპიცა ვარ ან მოედანზე ვარ გაკვეთილებს ვატარებ ან ვარჯიშობ ან რაღაც შეჯიბებებზე ვარ სულ რა შეიძლება შედეგი ვერ დავდო მაგრამ ხო ცადე გამოვედი გავერთე ვერ დადოზე არა არის ფაქტია შედეგს დებს ზუსტად რომ ნათხოვარი ბაიკით ანუ ერთია რომ ხა თან ერთი ის უნდა აღნიშნო რომ სანამ თქვათ შენ სკოლას გავივლიდი ძირითადად ერთი და იგივე ბაიკი მარტო ჩემ ბაიკს მართავდი სხვა ბაიკზე არ ვждებოდი ხოლმე და თუ გახსოვს რამოდენიმე მოტორო ყავდა მე აი ის დავამუღამე რომ სხვადასხვა ზრე ვждებოდი სხვანაირ სკილებს ვცდები და ყოველდღე ვცდილობდი სხვადასხვა მოტო მემართა შენ ევასებოდა ეგ სხვა ბაიკებს კი და აი ეგ არის სუსტი განვითარება რომ სხვადასხვა ბაიკს რომ უკვე მე ან განაშენი ბაიკის მართვა იცი ზოგადად ბაიკის მართვა იცი და სხვა მოტოზე რომ დაждები თუნდაც იგივე მოდელზე ანუ შენი ბაიკის მსგავს მოდელი იმას იმდენად სხვანაირ შეგრძნება აქვს ხო შენ უკვე ბაიკი იცი, ბაიკს ცნობ და არა რაღაც კონკრეტულზე და ძალიან ვითარდები და აი ეგ გეტყობა შენ, იმიტომ რომ არ ვიცი, რამდენი ბაიკი გამოცვალე, უკვე სათვალავი ხო არ აგერია, იმიტომ რომ შარშანცი მახსოვს 20 რაღაცაზე იყავი. სათვალავი არეული მაქვს, ძალიან დიდი ხანია. ეხა ბაიკები ისეთია რა, უკვე ადრე იყო ხოლმე რომ აი ბაიკი რო ჩაგივარდებოდა ხელში, ამას აღარ გავყიდი შანსი არ არის და ეხა ყველა აი ბაიკი იშითება ახალი რაც არის. ყველაფერი ძალიან დახვეწილი და ძალიან მაგარია ტექნოლოგიურადაც რა. იმიტომ რომ გავიხედავ ბაიკი გაკნაყიდი და გავიხედავ ისე პოსტი კიდევს რომ ყიდი და ისე სხვა ბაიკზე ხარ კარგია ეგ ზა. ცოტა ეგრეა რა, იმიტომ რომ იმით რაღაცა გავილი, რაღაცა თავის შესაძლებლობებს რომ ნახა უკვე მე მეორე და მესამე დაჟინვაზე აღარ მიკვიშ. პირველ დაჟინვაზე შეიძლება რაღაც ემოციები მქონდეს სხვა რა მაგრადად ის. მეორე და მესამე რო გავილი უკვე всё რა იცი. ახლა ბაიკით გამოდიხარ და რომელ კლასში? ეხლა გამოდივარ Yamaha R1-ით. ჩემი ძმაკაცის R1-ია. რომელმაც ბათხოა ეს ბაიკი დაჟე აი აქვე ვამბობ ეს ბაიკი აქამდე ჩამომიტანა ევაკუატორმა ასე აი აქ რო გამოვიკატავ იყო ჩემი დაჟდომა ამ ბაიკის მე დარწმუნებული ვარ რომ მაგარ შედეგს დადებ უნდა ვეცადო რა ნახოთ თან წონა ძალიან არადრაგი შესაფერის იმან ამდენ კალორიას წონა წვეჩი ძალიან გამირბის წონა და ნახოთ რა ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ საპრიზოზე გავიდე უნარჩვევები ნამდვილად ხო ანუ ნახე ეხა უკვე აი ამ კლასში ნახე რა ბაიკები არის თან BMW Yamaha რავი ბიჭებიც კიდე ათლეტურად გამოიყურებიან ამ კლასში მესამე ადგილზეც რო გავიდე ჩავთვლი რომ რავი პირველი ადგილი ავიღე იმხელა ის იქნება რა ჩემთვის ხო გამოჩნდება ეს კლასი რომ სიტყვაზე მესამეთი დავამთავრო ძალიან მაგარი შედეგი იქნება რა აი დარწმუნებული ვარ საპრიზო ადგილს მე არ ვარ დარწმუნებული. ხო და შენ დაიჯერო პირველად. ხო და ანუ მაგას ვამბობ რა რომ პირველ რიგში არხი გამოიწერეთ, უყურეთ, თვალიადევნეთ, ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანია, სამეგობროდაც, ვინც იცნობთ გეცოდინებას და თან პლუს პოპულარიზაციას ახდენს ახლა ამ სფეროსაც, იმიტომ რომ ბევრი YouTube არხია რა, იდეაში, მაგრამ ნუ რაღაცა ზოგმა სტიმული დაკარგა, ზოგს რაღაც ჩავარდნები აქვს, ნუ მეც პირადად ჩავარდნები მაქვს, ვერ ვიღებ ახლა ვერაფერს. დრო არა მაქვს რა, ფიზიკურად რომ გადავიღო რა და ადევნეთ ადამიანს ხალხური, ყველანაირ სიახლეს განახებთ რა, რაც ხდება და არხი უოჭველი გამოიწერეთ. დანარჩენი კიდე რავი ნილო მისასალმებელია და რესპექტი იმის გამო რომ ყველაფერში ცდილობს განვითარდეს, ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა და ეს ყველაფერი არაფერს არ გვაკლებს, პირიქით რაღაცებს გმატებს, ახალ შესაძლებლობებს ვიძენთ, ახალ გამოცდილებას ვიძენთ და უფრო ინტერესს ვზრდით. ახლა ადვენჩერი ხო გაგისწორდა მაგრამ მეც აი პირველად ვიყავი მას ტრასაზე ეგეთი მოტოთი და აი ენეც სულ მაგაზე ვფიქრობ არ გეტყობოდა პირველად რო ვიყავი დედასპიცა ვარ წინა დღეს ვიყავი 9 საათი ასული რა პროსტა ტრასა ვნახე რა როგორი ის მე როგორი წარმოვიდგინე ეს რომ მეთქი გადასახტომები რაღაცა ხეებზე იქნება გადასასვლელი და ტრასა რო ვნახე მეთქი ეს არის ასიარულო ძალიან კაი იყო რა წარმატებები. მართლა შეწარმატებები დარწმუნებული ვარ წელს ბევრ მედალს დააგროვებ სხვადასხვა კლასში და ისე წრიულში არ ცდიბეთ? ვერ. ანუ არ მყავს სპონსორი მაგ თვალსაზრისით რომ წრიულის ბაიკი უზრუნველყოს და ხარჯები უზრუნველყოს და ჩემი ფინანსებით ფიზიკურად ვერა რა. მოდე ესე ვთქვათ, იმისათვის რომ ჩვენ გაგვიჩნდეს სპონსორები, გვჭირდება პირველ რიგში მაყურებელი, იმიტომ რომ მაყურებელი თუ არ იქნება სპონსორიც არ დაინტერესდება. კი ბატონო. სამწუხაროდ. წრიული ძალიან მაგარი არის, უბრალოდ ძალიან ძვირიჯდება. შენ კი დადიოდი და კი იცი რა და მთელი დღე და ღამე ვიმუშაო და პროსტა წრიულში ერთ წრეში დავხარჯო და ერთ გარბენში არ მიღის რა, ვერ რა. და ზუსტად აი ეს არხი დავიწყე იმისათვის რომ ეს სხვადასხვა დისციპლინები გავხადოთ პოპულარული რომ იყოს ყურებადი ნუ შემი სიტყვა შევაწიოთ თუნდაც 1-2 კაცთან გავიტანო ინფორმაცია რომ მე ვიყოს მაყურებელი და დაინტერესდეს უკვე სპონსორი რომ აი ეს
ნიჭიერი რაიდერები როგორც ხარ შენ, ავლენდეს თავის ნიჭს უფრო თამამად რა, იმიტომ რომ ბევრი არიან, ხო რა. ეხლა მადლობა იმ კომპანიებს, რომელიც გვერდში დაგიდნენ, მოგცეს საშუალება, რომ წინა შეჯიბრებებში გამოგეჩინა თავი. და რავი, შემდგარი რომ შენ და კიდე ბევრი ძალიან ნიჭიერი ბიჭი ყავს, რომელიც იმსახურებს ესე გვერდში დგომას. რომ ესე უნდა დაიბადოს ნიჭიერი, ახლა სამწუხაროდ არ გვაქვს ეს რეალობა, რომ ყველას ქონდეს იმის საშუალება, რომ ჩვენ ჯიბიდან გადავიხადოთ რა. ზუსტად ეს კომპანიები არიან მის საბაძი მაგალითები. იქ მე შევამჩნიე Adventure-ზე შენ იყავი, რა ქვია იმ კომპანიას, ვის ბაიკერთან. მოტოტრაველის ბაიკერთან და ნიკოლა. თვითონა. როგორ? თვითონაც. კი. სამნი ვიყავით მოტოტრაველის ბაიკებით. მე ვიყავი ბაიკლენდის ბაიკით და სკუწკუტის ბაიკით დადიოდა კიდე ერთი. კი, დათუნა. კი, მესამე ადგილი აიღოთ ქვეყანაში, კი. ამ კომპანიებს ძალიან დიდი რესპექტი. ჯიმხანაზე დათო დადიოდა TVS-ის მოტოებით და მაგანაც მოიგო თავის კლასები, სადაც გამოდიოდა და ძალიან დიდი რესპექტი მოკლედ ამ კომპანიებს და მისაბაძები არიან. თუ არ ვცდები, მგონი BMW-საც ყავდა. მგონი. BMW-ს არ ვიცი. მაგრამ მაგათი რაიდერი იქნებოდი, მთელი გუნდს ეს არ ჩამისვა გონდარს. ხო და ასე რომ იმედია ეს კომპანიები შემდეგში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან და უფრო მომრავლდებიან და მართლა დიდ სტიმულს მოგცემენ და ბევრ დაფარულ ნიჭს გამოავლენენ. ვიღაცები პოტინობენ, რომ პოტინობთ, მოდი ასე ვთქვათ, რომ ანუ იდეაში გიცნობ შენ ბევრი საზოგადოება გიცნობს და კარგია, იმიტომ რომ შენ ხარ ისეთი ადამიანი, რომ სულ საქმეში ხარ და ხო, მაგრამ ნახე ვიღაცებს ჩვენ უკვე ისეთ მე ხა პირადად ისეთ ლეველზეც ვარ და ასაკშიც ვარ, რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ახალ თაობას უნდა მივხედოთ რა, ხა ჩემთვის აღარ აქვს ხა ისეთი მუღამი რაღაც გამარჯვებას აღარც იმ პროსტა ჩემ პონჩი ვცდილობ რომ განვითარდე რაღაც შენ პონჩი განვითარდა და ზუსტად ახალ თაობას მისცე მაგალითი რომელიც მე მოვა და ის ბავშვები დარბიან ის ბავშვები აი რავი ერთი 10 წელში ყველას გვაჯობებენ ვაფშე რა ეფშრებიან გიჟები არიან ძალიან მაგარია აი მაკედან რომ ბავშვები იზრდებიან ტრანსპორტზე ძალიან უსაფრთხოც არის და თან ძალიან მაღალი ლეველი ექნება ჩვენ ასაკში უკვე რა ჩვენ ვერ შევედრებით ფიზიკურად მაგათ რა და აი ეგ თაობა უნდა გავზარდოთ ვაფშე ყველა მადლობა ძალიან დიდი და წარმატებები. მოკლე ვიდეო უნდა, მაგრამ არ გამოდის მოკლე რა. ცოტა სამოვქათავ რაც. არა მოკლე. მადლობა. გაიხარე, არა, ფის წარმატებები. ასევე